WhatsApp YouTube სალამი ყოველს ვინც უყურებს ამ ვიდეოს. მოკლედ ბიჭები დღეს როგორც მივხვდით შესაბამისად ფოტოზე, დღეს გვექნება განხილვა პერსონაჟი ფლიკის, რომელზეც წლების წინ მეგონი მე გადავიღე პოდკასტი და დღეს ვისაუბრებთ ფაქტიურად ახალ რაღაცა სიახლეებს Liver King-თან დაკავშირებით. Liver King-ი გახსოვთ ახლა ალბათ მაგის გარკვეული ფრიკული მოსულა სოციალურ ქსელებში, ტიპი რომელიც ჭამდა, რა ვიცი, ღვიძლს, ხორცს, რა ვიცი, კაკელებს შეიძლება ესე ითქვას საცხოველებისას და ყველაზე მთავარი პრიკოლი ის იყო, რომ ამობდა, რომ ფიზიკურად როგორც გამოიყურება და ვიზუალურად როგორც გამოიყურება, არის ყველაფერი მაგის დამსახურება რა, გარკვეული მაგისი ასეთი შეიძლება ითქვას, აი პრაიმული ცხოვრების სტილის და მინდა განვიხილო რაღაც პატარა მოკლე ვარიანტი იმისი, რაც მაგას და ჯო როგანს შორის მოხდა რაღაცა გარკვეული ინციდენტი. ჯო როგანზე რაც შეიძლება რომ ითქვას ფაქტიურად, იმ პონჩი მე მომწონს მაგის პოზიცია, რომ ჯერაც ერთი თუ არა ვწდები დაპატიჟებული პოდკასტზე არ ყავს. ეგ ერთი ნიუანსი. მეორე ნიუანსი ამობდა იმ სიტუაციას ყოველთვის, რომ Liver King-ი ესე შეიძლება ითქვას, იტყუებოდა, რა ვიცი, იტყუებოდა, კროცავდა თუ როგორ შეიძლება ითქვას, რომ ანუ ვიზუალური ფორმა რაც მაგას აქვს, ყველანაირად ეგ ნატურალურად შეიძლება ითქვას, ანუ არაფერს გარკვეულად სტეტიკების თემას და ფარმაკოლოგიას არ გამოიყენებს. რა, ანუ წლების განმავლობაში მაგას ბაზრობდა ეგ ტიპი და ეხლა ისეთი თემა არის, რომ ორ მაგი რაღაც გარკვეული მომენტია მანდ. პირველი მომენტი იმისი, რომ გარკვეული რაღაც პოლიტიკა არსებობს იქით ამერიკაში, რომ მაგაზე ვთქვათ გახსნათ საუბარი და რაღაცა არ არის კაი. ერთი ნიუანსი. მეორე ნიუანსი, მე არასდროს არ მევასებოდა და მაგრად მიტყდებოდა ეგ სიტუაცია, რომ ზუსტად ვინც იყენებენ ფარმაკოლოგიას და მე მალავენ. აი ბიჭები, აი როგორი თემა არის ხა გიხსნით რა, ანუ თქვენ ფაქტიურად რამეს რო იყენებთ და ხართ ჯანზე და მაგას ამობთ რომ თქვათ არ იყენებთ, მაგით არის უბრალოდ ისეთი პონტი, რომ უბრალოდ გაუფასურება იმ ხალხის, ვინც შრომობს, მართლა არ იღებს და უბრალოდ თქვენ მაგით ისეთი პონტი შეიძლება ითქვას, რომ მაგით პონტი გამოდის, რომ კაგბი მე რა მაგარი ვარ, ანუ ფარმაკოლოგიის გარეშე და აი რომ მივიღო, რა უფრო მაგარი ვიქნები და ლაშ ტალახაძეზე მეც გავაკეთებ აკურატაც და ასე შემდეგ რა. ამიტომ ისეთი თემა არის, რომ მე ლიშად ყოველთვის იყავი რეალისტი. მე ყოველთვის ხვდებოდი ყველაფერს, რომ ნორმალური სხეულიაც კი არასაც ჩვენ კიდე მით უმეტეს უყურებთ, ვინც ეს შეიძლება ითქვას, ვინც YouTube თემას უბერავს და მით უმეტეს სპორტისთან არის ახლოს. ყველა აბსოლუტურად რაღაცას გამოიყენებს. უბრალოდ ყველას აქვს თავის გარკვეული ხედვა ნატურალობის და ასე შემდეგ. ანუ ზოგს დაჟე ვთქვათ იქით ამერიკაში, საღადაო პონჩი ამობენ, რომ თუ თქვათ ტესტი არის 1 გრამამდე, ითვლები ნატურალი. ზოგი ამობს, რომ სარმებს ვთქვათ თუ გამოიყენებ, ეგეც ნატურალში გადის, პეპტაიდებიც გადის ნატურალში. მე ვიტყოდი რომ თლათ არა. ნატურალობა ალბათ არის ისო, აი ვაფშე და მე საერთოდ ვაფშე რაფის არ ეკარება რა. ალბათ ეგ არის ხა. რაღაცა თქვათ გარკვეული ნივთიერება, კიდე თქვათ რამე ბადი. არა, აი ბიოლოგიურად აქტიური დანამატები შეიძლება რომ თქვათ განიხილოს იმ კუთხით, რომ რეალურად ითქვას, რომ რაღაც გარკვეულად ბადებში რაღაც სცენარეული რო არის, ანუ ახლო არის. კიდე შეიძლება, მაგრამ ნებისმიერი გარკვეული ისეთი ნივთიერება, რაც არის ქიმიურად სინთეზირებული, რა თქვენში რო შედის, ვსიო ნატურალი აღარ ახართ სვეტში რა და. უბრალოდ ისეთი პონტი არის, რომ ისევ ესე ვიტყოდი, რომ ხო, ანუ კაგბი ძალიან ბევრი მაგალითი მაქვს მე ნანახი, არაფერს არ იღებ, ამასობაში იღებს, ანუ იმ პონჩი რო აი რა მაგარი ვარ სუფთაზე რა და მე ლიშად პირიქით მას რაღაცები ყოველთვის მეჯავრებოდა. მე არ მევასება ტყუილი, შეიძლება ითქვას ისეთი სიტუაცია, რომ გენეტიკური გარკვეულად მონსტრი იბადება მიახლოებით 1% ხალხი რა და ჩვეულებრივი ტიპები ვინც ვართ, აი ჩემ პონჩი კი, მე რაღაცა ვთქვათ გენეტიკა რაღაცაში რო ვთქვათ არ გამიმართლა იმის რაღაცა გარკვეული ესე ვთქვათ გაუმჯობესება რომ მოვახდინო, კი, რაღაც გარკვეულად უნდა ესე შეიძლება ითქვას ჩემი ბაგები დავხაკო. და მაგას ამობდა ფაქტობრივად Liver King-ის წლების განმავლობაში, რომ როგორი დაბალი სქესის პროცენტულობა ქონდა, აი ასეთი ვენები რო ფაქტობრივად აქვს ეხლას და ქონდა, იძახოდა რომ ვითომ აი ეს დროხის და საქონლის რაღაც გარკვეულად ორგანოებს რო ჭამდა, აი ზუსტად განსაკუთრებით, აი მაგის ხარჯზე არის და ასე შემდეგ რა. და რომ ჯო როგანმა გააკრიტიკა ფაქტობრივად ეგ სიტუაცია, რომ ანუ რო იტყუებოდა, რომ გამოიყენებდა გარკვეულ სტეტიკებს, იმიტომ რომ 2022 წელს მე მგონი გაიჟონა ინფორმაციამ, რომ რასაც გამოიყენებდა ციკლს, მაგ ციკლს მე შესაბამისად თქვა, უფრო ახალ გარკვეულ ინფორმაციასაც ახლა გვაქვს ჩვენ. რაც ახლა არის Liver King-ის გარკვეულ ციკლს და ყოველთვის დეტალებში მაგას რა თქმა უნდა ვილაპარაკებ, მაგრამ მოხდა როგორი პონტი ფაქტიურად. აი რაღაც პატარა გარკვეული მოკლე ვიდეოც მაქვს, რაღაც საშინელება რაღაცა, მოკლედ. სთავაზობდა ჩხუბს Liver King-ი ჯო როგანს იმ პონჩი ამობდა მაგ სიტუაციას, რომ ჯო როგანს თუ არ ავწდები, ჯიუ-ჯიტსუში აქვს მე მგონი შავი კამარი და მეუბნებოდა რომ რაღაცა ჩხუბის თემები ახლა წამოვიდა ძალიან მოდაში რა, იქ ედი ჰოლი იქ ავტორმა ჩხუბა, ბევრმა მოკლედ რა და მაგასაც უნდა რომ მაგ პონჩი რაღაც ჰაიპის თემა ისექნა რა. ჯო როგანმა დააიგნორა მაგ სიტუაციაში, მე თუ არ ავწდები ჩავიდა მაგასთან ქალაქში და იქაც მსგავს რაღაცებს უკვე აგრესიულ ფორმატში იღებდა და Liver King-ი მოკლედ მიიღეს ისეთ სიტუაციაში, რომ იყო დაკავებული
ძალიან მაზალო მოკლედ ისეთი გარკვეული სცენები არის რა, რა სექტიპი აკეთებს პოსტა, ყველაფერი მე უიჭველად ალბათ ვიდეოზე აქ არ მეუიჭველი ამოვა, როგორ ხტუნაობს კამერაში და რაღაცეებს. და თქვენ მოხდებოდეთ იმ სიტუაციას ბიჭები, რომ აბსოლუტურად ყველაფერი, რაც მანდ ახლა არის, რაც მას გარკვეული სიტუაციები ხდება. ერთი რამე შეიძლება თქვა, რომ ამერიკელებს ვერ წაართვენ ნახდათ მარკეტინგის ვარიანტს და გარკვეულ რაღაცა შოუს დადგმების ვარიანტს რა. თქვენ ახლა ხდებით ყველაფერი, რომ ეგ არის დადგმული, ყველაფერი როგორც დააკავეს, იქ რომ მიდიოდა, ეს ყველაფერი იყო თავიდანვე ყველაფერი, დაჟჯორგანიც იქნებოდა საქმის ყურში, უბრალოდ ეს ყველაფერი მოაწყეს იმ პონჩი, რომ მაქსიმალურად გაიკეთებინათ რაღაცა შოუს ვარიანტი. რომ კი ხანდახან ეს რაღაცა პიკები, გარკვეული წლის განმავლობაში რაღაც ჰაიპის თემები, კი მნიშვნელობა რა აქ იქნება ბინძური ჰაიპი არ იქნება, ჩოლობრივი ვარიანტი იქნება, ну მაინც ეგ ყველაფერი კაი არის ბიზნესის კუთხით, იმიტომ რომ ხალხს რაღაცა გარკვეული ერთფეროვნებადი რაღაცა კონტენტი ყოველთვის ბეზრდება და უნდა რაღაცა სიახლე. და ეს ტიპონტი დადგეს. ანუ ყველაფერი რაც ეგ იყო, რაც ეგ თქვა იქ ხტუნაობს კამერაში, ხო ლოგიკური რომ ხდებოდა კიდევაც, რომ იქ სადღაც კამერა იყო დაყენებული რა, რომ მაგებს ხტუნაობს, მაგებს რაღაცას ბოდავს, რომ ხალხი მოიზიდოს ნახოს, დავირუსდეს ფაქტობრივად ეგ კონტენტი, გავარდეს და მერე ყველაფერი აისახოს მონეტიზაციის კუთხით, როგორც თქვა რაღაც გარკვეულად ყურების ვარიანტში, ასევე ახლა მაგას ხო აქვს რაღაც გარკვეული საფლემენტები რა. Просто უბრალოდ Liver Kings ის გარკვეული რაღაცა ციფრები რაც უჯდება ანგარიშზე არ დააკმაყოფილა და შესაბამისად მას რაღაც პონტი მოიგონა რა. ამიტომ ეს ყველაფერი რაც არის, ეს ყველაფერი გეუბნებით სვეტში რომ არის დადგმული, ანუ არაფერი დაგეჯეროთ, თუ რაღაც ის ვარიანტი არის, ყველაფერს მსახიობობს. თუ მივასაუბარი გარკვეულად იმენ ატიპზე, Liver King-ის რაღაცა გარკვეული მე ფანი და რაღაცა პონტი არა ვარ სვეტში რა. უყურებ როგორც ჩოლბური ფლიკი პროსტა რა, ჩოლბური რაღაცა მსახიობი, რაღაც კონტენტს ასაკეთებს, მე ვფიქრობ ცხოვრებაში, რეალურ ცხოვრებაში მასთი შიზოიდურის ნახდათ არ არის, ან ჩოლბური ტიპი მგონია რა. უბრალოდ მაგას იმიტომ აკეთებს, რომ ესე არის საჭირო. ციკლის ვარიანტი, რაც ფაქტიურად არის სოციალურ ქსელებში, გაჟონილი ნორმალურად არის მიახლოებით, აი ახლა რაც ალბათ სანმე ვფიქრობ ამოვა. ეს ციკლი და დეტალურად განვიხილავ ვაფშე ყველაფერს, პროსტა 1-2-3 რაღაცა გარკვეული არ მომწონს, ვერ მესმის და მაგაზე ვიტყვით ჩემს გარკვეულ მოსაზრებას იმიტომ ვიტყვი რომ სვეტში გეტყვით მაგ სიტუაციას რომ Liver King-ზე მეტი ნახდათ გამეგება ფარმაკოლოგიურ თემაში. სვეტში გეტყვით. და შეიძლება მაგის შეიძლება ითქვას ვიღაცა გარკვეული რა ვიცი ფარმაკოლოგი ვინც კი ყავს. აქვს როგორ ნიუანს. ასაკშია და პროსტა ერთი რაღაცა ვერ მესმის, ანუ აქვს ზის ჰორმონი, ესე იგი დღის განმავლობაში მიახლოებით 4-5 ერთეული. ტესტი როგორც ბაზა მამაკაცის, სტერიკებიდან ესე იგი აქვს ვისტროლი და ნანდროლონ დეკანუატი, აქვს პეპტაიდები, CGC 1295, იპამორელინი და BPC 157. ეგ ყველაფერი კლასიკა არის, აქ არაფერი ისეთ განსაკუთრებული არ არის ფაქტიურად რა და აი ქვედა ნაწილი ახლა რასაც ფაქტიურად აქ მე ვხედავ. აი ეს შემთხვევით უზომოდ საინტერესო არის და კაი საინტერესო ვარიანტია რა. ანუ აქ რაც მაგას პროტოკოლი აქვს, არის ორი გარკვეული დიდი ნიუანსი რა და მაგას მე ბოლოში ვიტყვი, ანუ ისულინს გამოიყენებს მოკლე მოქმედების ჭამის შემდეგ. თქო რო ხდებოდეთ ბიჭები, ყველაზე ანაბოლური ჰორმონი არა ის ტესტოსტერონი და არც ზის ჰორმონი. არის იმენა სვეტში ინსულინი. ანუ ინსულინი რეალურად არის იმენა game changer-ი იმათვის, ვისაც უნდა აღდგენითი ვარიანტი, პროფესიონალური სპორტი, დაჟე მაგალითად თუ მივასაუბარი რაღაცა პონჩი, აი ხო ვიცით რომ თქვა აი ტრენი და სხვა სტერიკები არის ფაქტიურად ძალიან ძლიერები რა. აღდგენის ვარიანტში ალბათ ჩემ თავზე შემიძლია თქვა, როცა უბერავდი დღეში 2 ვარჯიშს და მსგავს რაღაცებს, ინსულინი მაგრად ეხმარება აღდგენის ვარიანტს. ბევრი ჰაიპია უარყოფითი ინსულინთან დაკავშირებით, ინსულინთან, კლემუტეროლთან, სხვა რაღაც გარკვეულად ისეთ კიდე შეიძლება ითქვას სტიმულატორებთან რა და ჰაიპიც ეგ თემა იმიტომ არის, ეს ყველაფერი მოდის ამერიკიდან და რატო? აი დიდი ჭკუიდან რო არ მოდის მაგის გამოყენება ნორმალურად და რო უშვებენ უზომოდ ბევრ შეცდომებს და ყოველთვის ბევრი, მაგით ხდება ხოლმე გარკვეული რაღაცა პრობლემები, თორე გარკვეულად ყველაფერი რაც კი ნორმალურ, თერაპევტულ და გათვლილ დოზებში ხდება, ყველაფერი გამოყენება შეიძლება იდეალურად. ანუ ინსულინს ამას ქონდა Liver Kings რაციონში გვიძთან ერთად ესე იგი რა. და ამასობაში კიდე დანამატების თემაში აქ ეს საინტერესო ვარიანტი არის DHA აქვს და ფარისებური ჯირკვლის ჰორმონები. ფარისებური ჯირკვლის ჰორმონებზე თუ მივასაუბარი, აი რაც ახლა მაგას ახლა მიქსი გარკვეული აქვს, ყოველთვის როგორც პროცესს ვიტყვი, ანუ ვინი მე არ მევასება, ანუ ვისტროლი და ნანდროლონ დეკანუატი არის შიგნით. ანუ ვისტროლი ახლა ისეთ თემა არის, რომ თუ მივასაუბარი თქვა რაღაცა პრე-კონტესტის ვარიანტზე და რაღაცა მივა თქვა ბოდიბილდინგის შეჯიბზე, მან კიდე შეიძლება, მაგრამ გრძელ პერსპექტივაში არა. აფუჭებს ძალიან სახსრებს და მაგრად აშრობს სინეველურ სითხეს. თუ იმიტომ აქვს დამატებული აქ ნანდროლონი, რომ ნანდროლონი პირიქით ისეთი ნააბაროთ ეფექტი აქვს, რომ პირიქით ეხმარება ჩვენს ენდოგენური სინეველური სითხეს გამომუშავებას, თქვა სახსრებში, აი დაყოფში თქვა. არა, მე მიცდი ამასთი ვარიანტები ჩემ თავზე და ვიტყვი როგორ სიტუაციას. მქონდა ექსპერიმენტები, სადაც მქონდა ხოლმე ძალიან დაბალი დოზირება თქვა ვინი მიახლოებით 5-10 მილიგრამი, ეგეც იმ პონჩი რომ ვინი უზომოდ ეხმარება კოლაგენის სინთეზს. ანუ რეალურად კი, როცა თქვა
გარკვეულად იყო ხოლმე ისეთი კვლევები და ისეთი შემთხვევები, როცა თქვა ადამიანებს თქვა აი მოყვნენ ავარიაში, არიან აი დამტრეულები, რასაც ქვია, არიან ძალიან დამწვრები და რაღაცა იქ გამოყენდებოდა ვინი და ვინი რეალურად კოლაგენის სინთეზს ძალიან მაგრად ბუსტავს. მაგრამ side effect-ი ის აქვს. Side effect-ი ყველა ეხა სუსპრესიის კუთხით თუ მივასაუბარი, LHFSH და ტესტოსტერონზე ყველას აქვს, ეგ არაფერი ისეთი არ არის, მაგრამ side effect-ი ყველას დიდი ის აქვს, რომ სინეველურ სითხეს მაგრად აშობს რა. ანუ მაგიტო არის ვინი ძალიან ცუდი. და ნანდროლონი პირიქით აკეთებს მომდევნობას, მაგრამ ვცადე კომბინაცია ერთმანეთში და ვინი ჯობნის რა. მაშინ გამოდის, რომ მაშინ უნდა იკეთო ძალიან დიდ დოზირება თქვათ ნანდროლონი და ძალიან დაბალი დოზირება ვინი რა და არ ღირს ეგ მაგიმათ რა და ეხლა რა ვიცი ამას როგორ აქვს და რა აქვს ეგ სიტუაცია მე არ ვიცი თან კიდე ყველაზე მთავარი არის რაც შეხა ჩვენ ვნახულობთ რაც თუ ვიღაცაზე თქვათ წერია მიშელობა რა თქვათ დუენ ჯონსონი იქნება თქვათ რავი სტალონი თუ ვინც იქნება ჩვენ კი ვხედავთ იმ დაწერილის მაგრამ ჩვენ ხო არ ვიცით იქ სიმართლეში რა პრობლემები აქვს როგორი პროტოკოლს იღებს ზუსტად სიმართლეში ეს ყველაფერაც წერია ეს წერია რაღაცა ვარიანტში ხალხს წარმოდგენა ქონდეს რომ მიახლოებით თავში ქონდეს რაღაც წარმოდგენა რას იღებენ და როგორ რა და სიმართლეს ნამდვილ დეტალებში ჩვენ ვერ გავიგებთ თუ ვინის გამოიყენებს ეს მიახლოებით რა ვიცი 4-6 კვირა და გზად პახუდ უაქვს ამას დისჰორმონის და სხვა რაღაცეებიც მას ეს სიტუაციაში შესაძლებელი რომ არც იგზნოს კიდე ასევე ჩემს кейსებში ვიტყოდი ეს სიტუაციას რომ არიან ხალხის კატეგორია რომლებსაც აქვს პროსტა ბრონირებული სახსრები რა ბრონირებული კუჭი აქვს აი რომ შეუძლიათ C ვიტამინი ასკორბინის მჟავა მიიღონ დღეში რავი 2-3-4 გრამი და ვაფშე პრობლემა არ აქვს არანაირი რა და არიან ხალხი ვისაც ძალიან გზნობიარე აქვს სახსრები მე ვარ უფრო მაგეთ კატეგორიაში ამიტომ მაგეთ კატეგორიაში კატეგორიულად არა თუ მივასაუბარი თქვა ზის ჰორმონზე GH-ზე მაგის ასაკში შესაძლებელია კი რომ ადგილი კონდეს მაგრამ 4-5 ერთეული თუ კაი ხარისხის და კაი ფიურითი ანუ კაი სუფთავის GH არის 4-5 ერთეული თითქოს ცოტა ბევრი არის რა. თუ მივასაუბარი უფრო ჯანმრთელობასთან, ალბათ მიახლოებით 1-1.5 ერთეული. თუ მივა რაღაცა თქვა სპორტულ თემასთან, ნუ ჰაი განა ლიურკინგი წონით ამდენია 82-85 კილო ალბათ ჩემი ვარაუდით დაბალია რა და. ამიტომ და GH-ი ნაკლები. თუ მივასაუბარი თქვა აი ტესტი ციპიონატი რაც აქვს, ტესტი ციპიონატი. აი გაქვს 120 მგ კვირაში. ეგ არის ალბათ ვიტყოდი რომ ცოტა მინა გაზეტესი. ანუ TRT-ის გარკვეული დოზირება არის რა. 120 მგ ციპიონატი დაიყოს კვირაში ორჯერ, თქვა რომ შობათ ხუთშაბათი გაკეთდეს 60 მგ. ეგ დაიჭერს Z და ზღვარზე მიახლოებით 1-20-25%-ით მაღალს. ეგ იქნება ნორმალური ისეთი პონტი რა. ანუ ჯიგრული ტესტი შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა გარკვეული ანაბოლური მოქმედება არ იქნება, მაგრამ ჩვენს რაღაცა გარკვეულ ფიზიოლოგიას დაიჭერს რა. ჩვეულებრივ კვირაში ვარჯიშებ 1-3-4 ჯერ ნორმალურად. და რა ვიცი, ლიბიდოს კაი გექნება, აღდგენას კაი გექნება, დილაობით არ გაიგვიძებ ხოლმე დამრეული. ეგ ბაზარი არ არის რა. ვინიზე და ნანდროლონზე ვილაპარაკე. ნანდროლონზე პროსტა ის არის სიტუაცია, რომ ნანდროლონი ცოტა უბრალოდ რომ ფაქტია შევიტყოს პროგესტინია, პროგესტოაქტიული პრეპი არის, მაინც სჭირდება გზად. ისეთი რაღაც გარკვეული პრეპარატები, რომლებიც ცოტა ეხმარება დოფამინის გააქტიურებას. ანუ მე ჩემ კლიენტურას სვეტში ნანდროლონთან კომბინაციაში 1,000,000% შეიძლება უთხრა თქვა დოფამუქუნა, უთხრა უეჭველი ელთიროსინი, შეიძლება უთხრა რამე თქვა ისეთ კიდე, რაღაცა გასააქტიურებელი ნორმალური. იმიტომ რომ ცოტა თითქოს ნანდროლონზე ხდები უბრალოდ უფრო 7 რა, უფრო ეს ტიწყნარი, დათუნიასავით. მაგრამ ჯანზე მოდიხარ სვეტში მაგრად. დანარჩენი ინსულინზე ამას რა ჩაუღრმავდები აღნიშნულ სიტუაციას არასდროს არეკომენდაციო სახის არ არის ხსნი უბრალოდ რაღაც გარკვეულად რომ მქონეთ ბიჭები წარმოდგენა მიახლოებით რაღაცა გარკვეულ ვარიანტებზე რა ინსულინს როგორც თქვი მოკლე მოქმედების რო არის კაია რეალურად შეიძლება დოზირება არ არის აქ არანაირად ის ვარიანტში შეხებული ერთი ნიუანსი ვერ მესმის BPC რო შეგვიძლია თქვა მივიღოთ ხანგრძლივად და არანაირი პრობლემა თქვა რაღაც გარკვეულ ვარიანტში არ იყოს ეგ ოკეი მაგრამ პეპტაიდებს თუ შევეხებით რაც აქ წერია CGC 1295 და იპამორელინი ეგენის არის ორივე რომელიც გიპოფიზზე მოქმედებენ ენდოგენულზე ანუ ესე შეიძლება ითქვას თქვა აი აღვიძებენ რა გიპოფიზ ჩვენსას რომ ჩვენი ბუნებრივი დისჰორმონი გამოიყოს რა და კომბინაციაში კლასიკურ თქვა უკვე მზას დისჰორმონთან ერთმანეთში ეგ ცოტა ისეთი ბედი აიდეა ანუ რაღაცა გარკვეული არაფიზიოლოგიური ვარიანტი გამოდის ანუ ალბათ იმედი მაქვს რომ თქვა იღებს ციკლებს სადაც არის თქვა გარკვეული ჩოლბრივ თქვა მზა სომატოტროპიზე თქვა რაღაცა თქვა გარკვეული პერიოდი 3-4 თვე მაგ მომენტში კიპოფიზი არ მუშაობს ჩვენი აქტიურად და მე შესაბამისად უკვე რო ანებებს მაგას და ეშვება მე უკვე სტიმულატორებს ბუნებრივი ენდოგენული სისტემისთვის მაგებს ახმარებს აი უფრო რაციონალური პონტი გამოვა რა და ერთი ნიუანსი ძალიან გაკვირვით ვიტყვი პეპტაიდებზე ზოგადად ბიჭები რომ CGC 1295 არასდროს არ გიჩვენო თუ იყიდოთ ჩოლობრივი იმიტომ რომ ეგ არის ძალიან მოკლე მოქმედების და ვაფშე ფაქტიურად მაგის პიკი რომ რაღაც გარკვეულად აისახოს აღდგენაზე ან თქვა რაღაც ვარიანტზე ძალიან რთულია მოლეკულად აქთან ერთად უნდა იყოს უეჭველი და
აქ რაც არის ეგ მოლეკულა ეგ არის უფრო პროლონგირებულ მოქმედებას ეხმარება და ყველაზე კაი რაც არის ინიექციები არის საკმარისი მიახლოებით კვირაში ორჯერ დაჟე 5 დღეში ერთხელ 6 დღეში ერთხელ შეიძლება რა ეგ არის და იპამორელინზე რაც არის ბევრი ინფორმაცია ამას გეტყვით რომ იპამორელინი ახლა 200 და 300 მიკროგრამი როგორც წერია ცოტა არის ალბათ ვიტყოდი რომ მაგის მუშა დოზირება იწყება მიახლოებით 500-დან ზევით რა BP სისტემაზეც ბევრჯერ მაქვს ნაბაზი რომ BP ძალიან მაგარი არის რეგენერაციისთვის აღდგენისთვის კუჭისთვის აი უამრავი დადებითი აქვს რა დინას პროფილაქტიკისთვის მაგრამ დოზირებები რაც კი იყო რამე კვლევების ვარიანტი ჩვენს ბროებზე, პატარა ბროებზე, თაგუნიებზე, მანდ იყო მიახლოებით 10 მიკროგრამი კილოგრამზე. ანუ ხეშა თუ აი მე ვარ 100 კილო, მიახლოებით ალბათ ერთი მინიმუმი 800-დან 1200 მიკროგრამამდე საჭირო არის დოზირება. ეხლა COVID შევეხები რაღაცა გარკვეულ ვარიანტს და ამით ვფიქრობ, რომ გავალ ნელ-ნელა ფინიშისკენ. DHA ისეთი თემა არის ფაქტიურად, რომ ვისაც თქვა აქვს ძალიან ჭარბი სტრესი და შეიძლება ითქვას, რომ გადამწვარია, აი ესეც აქვს უძილობა, ხშირი სტრესი, ემოციონალური და რაღაცა, თირკმელზე და ჯირკვლების თემა, მაგრად ითრგუნება. გზად ყვება DHA. DHA-ის ანალიზი შეგვიძლია ჩვეულებრივ ჩვენ ვნახოთ. როცა ასაკში შევდივართ, 1,000% მაინც დაიკლებს. ანუ თუ მივა საუბარი რაღაც გარკვეულად ჯანმრთელობასთან და ასე შემდეგ, კლიენტურა ვინც კი მყანან მე თქვა 40 წელზე ზევით და ხედავ რომ ჩამოდის თქვა თან შუა ზღვის ქვეშ, მე მიახლოებით შეიძლება რომ კი მივაშალო მიახლოებით 10-15 მილიგრამი კვირაში 5-6 ეგ ეს ადეკვატური ვარიანტია, რომ აქ არაფერს ვაფშე არ შევასწორებ, კი DHA საჭიროა. დაჟე ციკლებად პრეგნენოლონიც საჭირო არის ფაქტიურად ამ სიტუაციაში რა. ამაზე ბევრი არ ბაზრობს. ყველაზე დიდი ალბათ ღრმული რაც არის, აი აქ რაც წერია, ეგ არის ის, რომ ქორიონული გონადოტროპინი არ არის, იმიტომ რომ სტერიკების გამოყენის დროს უეჭველი ტვინი და ნეირომედიატორები და ნერვული სისტემის ვარიანტი ითრგუნება. და გონადო რეალურად მაგრად ეხმარება წარმოქმნას შესაბამისად გარკვეულად DHA-ისაც და პრეგნენოლონისაც და კიდე სხვა რაღაც გარკვეულად კიდე ალოპრეგნენოლონი და სხვა რაღაც გარკვეული კიდე ჰორმონებიც და ნეირომედიატორებიც. ანუ გონადოს ვარიანტი, გონადოს ასოცირებენ ყოველთვის იმენ მარტო კაკლებთან, რომ აი უეჭველი რაღაც გარკვეულ ფერტილობასთან ასე შემდეგ. არა, ნერვული სისტემისთვის აბეზალოვკა არის გონადო საჭირო. იმედია რა ვიცი, პროსტა აქ კი არ წერია, მაგრამ უხეშად კვირაში 2-3ჯერ 551 ერთეული მაინც აქვს. და აი ყველაზე საინტერესო რაც არის, ფარისებული ჯირკვლის ჰორმონები. ამერიკელებს ევასებათ მაგრად ეს თემები რა. და ტესამი არის ძალიან ცვეთში. ახსნე როგორ სიტუაციას, რაც გარედან ეგზოგენურ ტესამს ბევრს შევიყვანთ, ხდება როგორი სიტუაცია. ცოტა პულსი იწევს მაღლა. უფრო ადამიანი ხდება გიპერაქტიული, უფრო ადამიანი ხდება უფრო აი ენერგიის რაღაც გარკვეულ მანქანა, მაგრამ ხანძრი პერსპექტივაში არ არის კაი. არა ეს კაი იმ კუთხით, რომ მე შესაბამისად TSH-ი იწევს დაბლა და ყველაზე ცუდი რაც არის მაღალ დოზირებებზე ფაქტიურად რაც ტესამს გამოიყენებენ იქით, მაღალზე მაქვს საუბარი მიახლოებით ალბათ ვიტყოდი უფრო 50 უკვე მაღალია რა. ძვლის მინერალიზაცია ფაქტიურად ირღვევა და მე შესაძლებელია გარკვეულ რაღაც ტრავმებიც აირიოს და სულ იყო რაღაცნაირად აი ესე აფორიაქებული რა. ამიტომ საინტერესოა ნეტა როგორი პროპორცია აქვს ამისი რა და კი, ალბათ აღნიშნა რომ ტესამი ჩემი მაგარი ბრო არის რა. პროსტა ისეთი თემა არის რომ ყოველთვის მიკროდოზის ვარიანტს ვცდილობ. T4-ს ფაქტიურად უკვე ბოლო ალბათ მინიმუმი 4-5 წელი გამოვიყენებ, იმიტომ რომ შეიძლება ესე ითქვას შევაშოლო ფარისებულ ჯირკვლას რაღაც გარკვეულ ვარიანტი მზა T4. გინდა არ გინდა მე ასაკში შედიხარ ეგეც საჭირო არის რა. მე არ მინახია 20 ზევით ვინმე ადამიანი, ვისაც თქვათ TSH-ი აქვს მიახლოებით აი 1.5 მაინც, ან 1.2 მაინც. მე ეს რაღაც არ მინახია, შეიძლება მინახია მაქსიმუმ 1-2% რა. ამიტომ გინდა არ გინდა ბიჭები ვნახდებოდეთ ერთ თემას რა. ჰორმონ შემცველი თერაპია T1 რო წამოვიდა გზად, ანუ ტესტოსტერონ რეპლეისმენტ თერაპია წამოვიდა ახლა ბოლო ხანებში ძალიან მოდაში. მაგრამ თქვენ ვერ ხვდებით ამ ხელა კასკადი ეს სხვა რაღაც გარკვეული ბევრი მექანიზმის რა. გინდა არ გინდა მე რო გზად იძულებული ხდები რომ ბევრი რაღაც ჩაინაცვლო რა. X ჰორმონიც, იქ ფარისებულიც, იქ DHA, იქ პრეგნენოლონიც იქ უნდა გონადო იყოს, იქ უნდა ინგიბიტორი არომატაზის ქონდეს. ანუ არ არის ადვილი და ყველაზე დიდი შეცდომა რაც არის და ბოლო ხანებში, ბოლო მიახლოებით 1 თვის განმავლობაში ალბათ მქონდა მიახლოებით მინიმუმი 8 საინტერესო კონსულტაცია, სადაც ხალხი მაგას ამბობენ, რომ ჩათი ლანძღავენ ჩატს, იმიტომ რომ ჩატს და ხელოვნური ინტელექტს ფაქტობრივად აქვს ის ცოდნა, რაც გარკვეულად იქით არის რა და კიდე პრაქტიკული გამოცდილება ადამიანი რომელსაც თქვა გამოიყენებს გარკვეულ რაღაც ვარიანტებს 15-20 წელი, ის ორაზუსვე შეიძლება ჯერჯერობით ამ ეტაპზე რა და ამიტომ ძალიან იქ ინფორმაციასაც იქ წერს, ძალიან უნდა უჯერებთ, მაინც ყოველთვის პრაქტიკულ გამოცდილებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და უნდა ხვდებოდეთ იმ სიტუაციას, რომ არ დაუჯეროთ არავის ვიღაცა ძიებს დარბაში, რომ აი მიდი პროსტა ერთი ამპულა უნადრინან თქვა 1 კუბიკი ტესტი გაიკეთე, ყველაფერი ხოშიან გექნება. არ არის მასე რა. კონტროლი სჭირდება ვაფშე ყველაფერს.
ყველაფერს რა. და აი მიახლოებით წარმოდგენა თქვენ რომ გქონდეთ ამ ტიპს უხეშად როგორც წერენ უჯდება Liver Kings ერთი თვის განმავლობაში ეს ციკლი 10 და 10-11000 დოლარი კი წერია უსწორმო მაგრამ იქ ანალიზები იქ რაღაცა გაიპარება იქ სხვა რაღაც საფლემენტი $15000 ამიტომ უნდა ხვდებოდეთ იმ სიტუაციას რომ ჰორმონალურ რაღაცა ვარიანტებში თუ გინდათ რომ გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი ანუ იქ მარტო ტესტოსტერონი არ არის ეგ ერთი და მეორე არის უამრავი გარკვეული კასკადი რასაც ჭირდება მე მონიტორინგი და კონტროლი და გეტყვით ცვეთში რომ ეგ არ არის თვეში 100-150 და $200 რა. ეგ არის უფრო ალბათ ზევით. ალბათ მინიმუმი უნდა ივარაუდოთ თვეში 300-დან $400 ყველაფერი გქონდეთ სწორად, რაციონალურად. იმიტომ რომ ტესტი რო შეყავს, მე კიდე გზად ძალიან ბევრი რაღაცას სჭირდება ინგიბირება და კიდე გზად მე სხვა კიდე ჰორმონებიც გვაქვს ჩვენ, რომლებსაც სჭირდება გინდა არ გინდა მე უკვე მაგებსაც რაღაცა გარკვეული ვარიანტი კორექტირება და შეშველების ვარიანტი. ესეთი გარკვეული ბიჭები ესეთი ვიდეო, რაც შეეხება თქვათ პეპტაიდებს იპამორელინს, არის გაჩართული ძალიან საინტერესო საიტი Prime Muscle წერტილის თორქია, შეგიძლიათ იქ გადახვიდეთ პროდუქცია დაათვალიეროთ. ორიგინალი MK სვეტში იქ არის. BPC საკვები დანამატებიც, რაც და გაინტერესებთ, შეგიძლიათ რომ აქ ხა მოვიდო და დაათვალიეროთ გარკვეული პროდუქცია. დანარჩენი ეგ არის არ დაიჯეროთ, რასაც იქ ტიპი აკეთებს იქით, ანუ არ გეგონთ რომ მართლა რაღაც გარკვეული რეალობა არის, ყველაფერს მაგას გარკვეულად თქვენ უყურებთ, ეგ ყველაფერი არის დადგმული სცენები, საყურებლად მხოლოდ და მხოლოდ რა. ეგ არის ბიჭები, ესეთი გარკვეული ვიდეო, აი ამ ვიდეოში პროსტა კაია რომ 2026 წელი არის ამ ვიდეოზე მე ვლაპარაკობ ხა გარკვეული ისეთ ბევრ მომენტებს რომ გავაერთ 5-6 წელი და ამაზე ლაპარაკდება ძალიან ბევრი რა. და ყველას მადლობა ვინც მიყურებთ, ყველას მადლობა ვინც ლოის მიდებთ და ასევე კომენტარებზე. ყველა იყავით ბიჭები ჯანზე, ყველას დროებით ადიოს.